ალავერტელმა მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა: ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება. არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ. ეს არის დიდი სიმძიმეც. მისი თქმით, დღეს პატრიარქობა არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა. მიტროპოლიტმა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდა. დიდი მითქმა-მოთქმა არის, მინდა გაგაფრთხილოთ და გითხრათ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ტელევიზიებში 1000 რამეს ყვებიან, 1000 რამ გეგმას დასახავენ, ბევრ კანდიდატს დაასახელებენ, მიჰყვებიან ყველა, თითქოს მნიშვნელოვან ამბავს. იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად. თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდანაც შეგახსენებთ, უფალი გვაფრთხილებს. მოვა დრო, როცა იტყვიან, აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე. ნუ დაუჯერებთ ნურავის, ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება. ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის? უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა. ამიტომ ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცდება, მას უნდა ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ. ეს არის დიდი სიმძიმეც.